გამარჯობა. ეს არის სამი თვის შედეგი ვარჯიშის დაწყებიდან. წინა ვიდეოებში უკვე გაცნობეთ, რომ 8 წლის განმავლობაში არ მივარჯიშია საზარდულის თიაქარის გამო. 13 აპრილს გავიკეთე ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ ექიმმა ამიგზალა 10 კილოგრამზე მეტი წონის სიმძიმის აწევა. ოპერაციიდან ერთ თვეში დავიწყე მსუბუქად ვარჯიში. ეხლა ვარჯიშობ დამზოგი სავარჯიშო წონებით. ჩემი მაქსიმუმის 35-40%. ყველა ვარჯიშს ვაკეთებ დამჯდარი ან დაწოლილი. არ ვაკეთებ ჩაჯდომებს და ამოწევებს ფეხზე დგომში. არ ვაკეთებ პრესებს და არ ვაკეთებ კარდიო ვარჯიშებს. არ ვითვლი კალორიებს, ვიცავ სორ კვებას და არ ვიღებ საკვებ დანამატებს. 3 თვეში დავიკელი 2 კილო. ედროულად დავწვი ცხიმი და მოვიმატე კონტური მასა. ჩემი 3 თვის შედეგით მე დავამტკიცე, რომ 63 წლის ასაკშიც შესაძლებელია თიაქარის ოპერაციის შემდეგ ზომიერი სიმძიმეებით ვარჯიში და 3 თვეში სპორტული ფორმის მიღება. ამ ექსპერიმენტით დავანგრიე რამოდენიმე მითი. გამოშრობისთვის არ არის აუცილებელი კალორიების დათვლა. კალორაჟის დეფიციტის შემთხვევაში დანამატების გარეშეც შესაძლებელია ედროულად კონტური მასის გაზრდა და ცხიმის დაწვა. ამას ქვია სხეულის რეკომპოზიცია. მძიმე წონებით ბაისური ვარჯიშების გარეშეც შესაძლებელია კონტური მასის გაზრდა. კარდიოების და პრესების გარეშეც შეიძლება მუცლის პრესის გამოჩენა. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ, რჩევებსაც მივიღებ უპრობლემოდ, მომდევნო შედეგს დავდებ 3 თვის შემდეგ. დროებით.